ადრე თუ მეგონა რომ მარტო სიტყვები იყო რომ ოცნებებს იწამოდა და აიჯეროდა მიყვე ეს ვთქვი რომ რეალობაა რომ თუ მარტო ოცნებოდა მარტო გულით გინდა რაღაცა რაცა უნდა რეალობასთან შეუსაბამო არ უნდა იყოს მაინც მიღწევადია ყველაფერი და ჩემთვისაც ახლა CrossFit Games ფინალში მოხვედრა ერთგვარად ოცნებაც იყო თან რა როლშიც ვარ მან მაგასაც ვერ ვოცნებობდი ანუ ფაქტიურად ვოცნებობდი უბრალოდ რომ მოხვედრილიყავი და მეყურებინა აი ეს ტოპ ათლეტები დედამიწის როგორ ეჯებებიან ერთმანეთს და ისე მოხდა ამ ოცნებით და შრომით და არა მარტო ოცნებით ანუ მარტო ოცნებას აღნიშნავ რა ანუ ძალიან ბევრი შრომა არის მაგის უკან რაზეც ალბათ რაც უნდა ილაპარაკო მაინც ვერ გადმოსცემ მაგას რაც ხდება ბნელში და არავინ არ იცის და რამდენი ბრძოლის მოგებაც გიწევს საკუთარ თავში მაგრამ ეგ ყველაფერი мотиваცია მოდის იქიდან რომ რაღაცა ძალიან გინდა და მე ამაზე ოცნებობ და მე მაგისთვის შრომობ და მოხდა ისე რომ სექტემბერში ვიწყდი CrossFit Games ფინალში ვინც გავედით ფინალში ვართ სულ 10 კაცი დედამიწიდან და შევეჯიბრებით ერთმანეთს რომ გავარკვიოთ ვინ არის ყველაზე სპორტული დედამიწაზე. მოდი აგვიხსენი რა არის CrossFit-ის მსოფლიო ჩემპიონატი და რატოა ესეთი პრესტიჟული, რატოა ესეთი რაღაც სხვა დონე? CrossFit-ი არის სპორტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა დაახლოებით და CrossFit-ი არის სპორტი ფიტნესის შესახებ. ანუ ყველაზე ფიტ ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ანუ მიზანი არის რომ ჯერ იყო ყველაზე ფიტ და მე შეეჯიბრო ერთმანეთს ჯერ სხვადასხვა უნარები, რაც არის ძირითადი უნარები და განვავითაროთ დაბალანსებულად და მე ხდება ამ ადამიანების შეჯიბრი ერთმანეთთან. და ეს შეჯიბრი ხდება ხოლმე ონლაინ, რაღაც სხვადასხვა ეტაპები არის CrossFit-ის პირველი ეტაპი არის open, როცა ონლაინ ეჯიბრება ყველა დარეგისტრირებული ათლეტი ერთმანეთს. ეს უკვე გაიარე. ეგ უკვე გავიარე პირველი ეტაპი იყო ხო მე ჩემ დივიზიონში სხვადასხვა დივიზიონები არსებობს ჩემ დივიზიონში ეგრე არის რომ ყველა ადამიანი ეჯიბრება ერთმანეთს თუ ელიტარულ დროში გააკეთე გარკვეული მისია ოღონდ ერთი არა რამდენიმე არის სამკვირიანი არის open-ი რა ანუ პირველი ეტაპი რომელიც არის ამ სამი ვარჯიშის ჯამში თუ გააკეთე ელიტარულ დროში გადადიხარ ნახევარფინალში და ნახევარფინალში მოვხდი წელს ჩემთვის მოულოდნელად და ძალიან გამიხარდა ეგ ამბავის და მე ნახევარფინალი იყო ამ 20 კაცის შეჯიბრი და მიზანი იყო რომ ათეულში მოხვედრილიყავით ვინც ფინალში წავიდა და უკვე ლას-ვეგასში და იქ გავედი მეორე ადგილზე და ბედნიერი ვარ ახლა და მოლოდინში ვარ და ცოტას ნერვიულობ და თან მაგარ ხოძეც ვარ და კიდევ უფრო მაგრამ მინდა და ესე რა აი რომ გავიხსენოთ ყველაზე რთული რა იყო აი იქ მოსახვედრად ყველაზე რთული დავალება თუ გახსენდება კი ყველაზე რთული იყო არ მიყვარს ხოლმე რაღაც გავნილი ისტორიების დრამატიზირება რომ აი მე ესე ვიწვალე და მაგრამ ნახევარფინალში იყო გაკეთებელი ყოველ დღეში ერთხელ რა და პირველი ვარჯიში როცა გავაკეთე რაღაც 30 იყო გასაკეთებელი მინიმალურ დროში უნდა გამეკეთებინა 30060 კილოთი და გავაკეთე რაღაც გარკვეულ დროში მე მეორე დღეს მეორე ვარჯიში გავაკეთე ნორმალ დროში მესამე დღეს როცა ვაკეთებდი გაკეთებული მქონდა 90% ვარჯიშის და თურმე ვიდეოზე არ იღებდნენ და წყალს ჩამეყარა ყველაფერი მე ეგ ვარჯიში გავიმეორე მეორეჯერ გავაკეთე ფინალამდე რომ მივედი რა ანუ ბოლო მოძრაობები ვერ გავაკეთე ტექნიკურად სწორად და წყალს ჩამეყარა ყველაფერი და გავგიჟდი რა წავედი სახში სიგნალეში ჩავიკეთე ანუ ყველაფერი წყალში მეყრებოდა წარმოიდგინე მეოთხე დღეს გავაკეთე მესამე ვარჯიში რომელიც ძალიან რთული იყო და როგორც კი მორჩი გავაკეთე პირველი დღეს ვარჯიში რომელიც დროში არ მომეწონა როგორც ქონდა გაკეთებული ოღონდ აი მართლა ჩერეზ მიმაგუ თუ რაც ქვია რა აი მართლა ვიბრძოლე მართლა გადავახტე ჩემ თავს ძალიან ცუდად გავხდი დღის ბოლოს რა მაგრამ ღირდა რა მაგ ვარჯიში გავედი ფინალში რა ივიკო აი რას ელოდები იქ რა იქნება რა სურპრიზები გელოდება რას ველოდები და ჩემი თავის გამო ველოდები რომ გავგიჟდები რა რომ არ ვიცი რაღაცა უნდა მოხდეს ისეთი რომ კარჩი медали ოქრო მინდა რა დავით ძალიან მაგრამ მინდა რა ანუ ჩემი ოცნება არის და თან ისეთი შანსი არის რომ 10 კაცში რომ შეხვალ და უკვე ფიზიკურად ეჯიბრები ჩემთვისაც ცოტა ონლაინ უფრო ნაკლებად კონკურენტული შეჯიბრი არის რა როცა ვერ ხედავ მოწინააღმდეგეს სხვა პონტი არის როცა ვხედავ ჩემი მოწინააღმდეგეს შეიძლება რავი გადავისე ხო რა რაღაც მაქცია და მაგის იმედი მაქვს რომ
ფოკუსირებას მოახდენ, ზედმეტი აგრესიული და ესნი არ მჭირდება. ფოკუსირებას მოახდენ და უფრო მინდა რა. აქამდე შენ ამზადებდი ყველას მედლისთვის, ახლა შენ მიდიხარ მედლისთვის. აი ეს რა ახალი გამოწვევა შენთვისაც. ეხლა მე ვამზადებ ჩემ თავს რა. და სხვათა შორის მაგარი რთული არის რა, როცა საკუთარი თავის მომზადება. რა, ნუ სხვას ბევრად უფრო ადვილია სხვისთვის, მაგალითად შენიშვნის მიცემა ან რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტის დაჭერა რა, ჩემ თავთან მიჭირს მაგაზე და მაგიტო ჩემი მეგობრების და რაღაცა ჩემი ხერხები მაქვს, რომ ჩემ თავს მივეხმარო, იმიტომ რომ არ არის ეგეთი მარტივი, როცა სოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხარ, აი ესე უცებ წახვიდე და როგორც არაფერი ისე მიიღო მონაწილეობა, რაც უნდა გამოცდილი სპორტსმენი არ უნდა იყო და მე ამდენი ხანია სპორტში ვარ და ამდენი წარმატებული სპორტსმენის გვერდზე ვდგავარ, მაინც თავისი სტრესი აქვს და მინდა რომ განვაწყო ჩემი თავი და იმ დღეს რა 3 დღე არის და ეს 3 დღე ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, რომ ყველას ვაჩვენა, რომ მე საქართველოდანაც შეგვიძლია კროსფიტის მოგება რა. როგორ ჩანს გადადებული გავს თავი, როგორ ემზადები? ხო, დღეში ორჯერ ვარჯიშობ, დილით ერთი სესია მაქვს, მერე ვისვენებ, მერე ღამე და ესე რა, ანუ ზბორებზე ვარ, სანამ სექტემბრის 11-ში 12-ში არ დაიწყება ეს ამბავი, სულ შეკრება მაქვს ჩათვლილი რა, ანუ გადადებული მაქვს მაგ რომ ვერსად ვერ მივდივარ, ვარ მარტო ვარჯიშისთვის რა. საკმაოდ რთული ასეთ დროს მეგობარი კომპანიების და მეგობრების გარეშე. ჯერჯერობით თვით დაფინანსებაზე ვართ, მეც და ჩემი სოფლიო ჩემპიონატზე თვით დაფინანსებით მიდიხარ? ჯერჯერობით ხო, მაგრამ მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა კომპანიებთან და იმედი გვაქვს, რომ აღქმული იქნება სწორად რა მასშტაბის ტურნირზეც გამოვდივართ და რამხელა გზის გაკვალვაც არის რა. ერთგვარად კროსფიტი თვითონ ახალი სპორტი არის, როგორც თქვათ MMA საქართველოსთვის და გონია რომ როგორც MMA-ში შევაბიჯეთ ჩვენ ნენელა და ამის პიონერი იყო ვერა ბდვალიშვილი, ზუსტად აი ესე კროსფიტთანაც მივედით და ნენელა შევდივართ და ერთ-ერთი პიონერი მე ვარ. რომ მაგ სპორტში ჩვენი ადგილი დავუმკვიდროთ და ჩვენი სახელი გავაცნოთ მთელ დედამიწას და იმედი მაქვს, რომ სხვა კომპანიებიც მიხვდებიან ამ მნიშვნელობას და გვერდში დაგვიდგებიან და ჩვენც ძალიან ადეკვატურად მივიღებთ მაგ დახმარებას. ივიკო, როდის უნდა ჩაუჯდეთ, როდის უნდა გიგულშემატკივროთ და რას ვპირდები ჩვენს და შენს გულშემატკივარს? როდის უნდა ჩაუჯდეთ ჩვენ 3 სექტემბერს მივდივართ რომ ადაპტაცია მოახდინოთ იმ პროგრამაზე, იმიტომ რომ სხვა განსხვავებულ დროში ცხოვრობენ ისინი და მინდა რომ გადავერთოთ მაქსიმალურად და მზად ვიყოთ და პირდებით იმას 11-დან 14 სექტემბრამდე იქნება ეს ფინალი და პირდებით იმას რომ თავს არ დავზოგავ და ყველაფერს ვიზავ და იმედი მაქვს რომ მომეცემა იმის საშუალება რომ თქვა რასაც ეძღვნებოდა ეს ყველაფერი, ოღონდ ეხლა არ ვიტყვი, როცა შევძლებ ამას მე ვიტყვი რა. ჩვენთანაც ხო იტყვი? აუცილებლად. წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. Let's go! Let's fight!